განმოგწევს საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ჩვენ წინა საუბარში განვიხილავდით იუსტინე მარტვილის სწავლებას ანგელოზებისა და დემონების, ანუ დაცემული ანგელოზების შესახებ, მათ სხეულებრივობაზეც, თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული სახისმეტყველებითად ეს მხარე, ტერმინი თვით იუსტინესგან არის შემოთავაზებული, სხვათა შორის გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტერმის სახისმეტყველების ერთ-ერთი უადრესი დამოწმება საეკლესიო ტრადიციაში სწორედ იუსტინე მარტვილთან გვაქვს. ის რაც ქართულად ასე ითქმის, ესე როგორც სახისმეტყველება, ანუ ძველი ქართული ფორმით სახისმეტყველებაი, როგორც ჩვენ ამაზე სხვა დროს სპეციალური მინიშნება წერილობითი გვაქვს მოცემული, აი ეს ტერმინი გახლავთ კალკი და უაღრესად წარმატებული კალკი, კალკს უბრალოდ იმიტომ აღვნიშნავთ, რომ მართლაც ასეა, მაგრამ არის კალკი, რომელიც ძალიან წარმატებულია და ამგვარი გახლავთ ტერმინი სახისმეტყველება, ის არის კალკი ბერძნული სიტყვისა ტროპოლოგია. ტროპოს ბერძნულად გახლავთ სახე, აქედანაა სხვათა შორის დღევანდელ ლიტერატურის ცნობაშიც კვლავ მყარად ფეხმოკიდებული ტერმინი ტროპი, ტროპიკა, ანუ იგივე სახე სიმბოლო, ხოლო ლოგია მოგეხსენებათ არის მეტყველება. ასე რომ ტერმინი ტროპოლოგია, რაც ანტიკურ პერიოდში ჩვენ გვხვდება, საეკლესიო გამოყენებაში პირველად, როგორც ხედავთ, წმინდა იუსტინე მარტვილთან დასტურდება, სხვათა შორის შემდეგ ამ ტერმინს ძალიან ხშირად იყენებს ორიგენე. ჩვენ გვქონდა კიდეც ერთი ასეთი ვარაუდი თავის დროზე, რომ გამომდინარე ცილობელი ფაქტიდან, რაც გულისხმობს ტერმის სახისმეტყველების უაღრეს გავრცელებას ქართულ ტრადიციაში, დაწყებული მე-10 საუკუნიდან განსაკუთრებით, ძალიან გავრცელებულობას, აი ამ ფაქტიდან გამომდინარე შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ბერძენ სახისმეტყველთა, ანუ ბერძენ ტროპოლოგთა იმ მოღვაწეთა შრომების, სადაც ტერმინი ტროპოლოგია ხშირად იყო გამოყენებული, შესაძლოა ქართულად თარგმნილი ყოფილიყო. იმიტომ რომ ნიშნავთ, რომ ეს აშკარად კალკია ბერძნული სიტყვისა, ეს დამოუკიდებელი შენაქმნი არ გახლავთ და თუ ბერძნული სიტყვის კალკია, კალკი ჩვეულებრივ მაშინ იქნება, როცა ესა თუ ის ძეგლი ითარგმნება მეორე ენაზე და ამა თუ იმ ტერმინის კალკირებული თარგმნის აუცილებლობა დგება დღის წესრიგში. იუსტინე მარტვილი იგულისხმება ამ შემთხვევაში ორიგენე თუ რომელიმე სხვა ბერძენის სახისმეტყველი და მისი შრომები ძნელი სათქმელია, მაგრამ ალბათ რამდენიმე ისეთი შრომა უნდა ყოფილიყო ქართულად თარგმნილი ადრეულ პერიოდში, სადაც ეს ტერმინი ტროპოლოგია ბერძნულში გამოყენებული იყო და მათი თარგმნის შესაბამისად ქართულში ეს ტერმინი უნდა აღმოცენებულიყო. ნამდვილი დამამკვიდრებელი ქართულ ენაში ამ სიტყვისა გახლავთ წმინდა გიორგი მთაწმინდელი. ყველაზე ხშირად ჩვენ მასთან გვხვდება, რამდენადაც აქ შეიძლება ეს მხარეც იყოს ყურადსახების სიტყვის გრძნობა, სიტყვის სულიერი გრძნობა გიორგი მთაწმინდელთან არის აბსოლუტურად თვალსაჩინო. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ეს არ იქნება რაიმე ხაზგასმა სხვა მოღვაწეთა უფრო დაკნინებულობაზე და უდარესობაზე, რა თქმა უნდა, უბრალოდ გიორგი მთაწმინდელის თვით მისივე ანდერძებიდანვე ცხადია ეს გიორგი მთაწმინდელის მიმართება სიტყვისადმი არის აბსოლუტურად განსაკუთრებული. ის ისე გრძნობს სიტყვას, ისე სულიერი გრძნობადობა აქვს სიტყვისადმი, რომ ყოველ ლექსიკურ მონაცემს ქართული ენისას უდიდესი სიყვარულით მოუხმობს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი უფრო ადრინდელი უკვე დავიწყებას მიცემული ტერმინი გადაურჩინოს მომავალ თაობებს. რადგან ამ მხარეს შევეხეთ, შეიძლება ეს უინტერესო არ იყოს ორი სიტყვით აღნიშნავთ მხოლოდ, რომ როდესაც კი გიორგი მთაწმინდელი რაიმე შრომას მეორე გზის თარგმნიდა, უკვე არსებულ თარგმანს კვლავ თარგმნიდა ხელახლა ძველი თარგმანის მთელ ტერმინოლოგიურ და ლექსიკურ მონაცემებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც უკვე ჟამგადასული იყო და აღარ იხმარებოდა მისდროინდელ მეტყველებაში, კი არ კარგავდა, კვლავ მოუხმობდა, მაგრამ ეს მოხმობა რომ მკითხველისთვის ტექსტის აღქმის გამაძნელებელი არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ახალ შესატყვისაც იქვე ურთავდა. მაგალითად, ტერმინი არძანიგი საკმაოდ არქაული გახლავთ. არძანიგი ნიშნავს პატიოსანს. როდესაც გიორგი მთაწმინდელმა ხელმეორედ თარგმნა ბასილი დიდის 6 დღეთაი, უფრო ადრინდელ თარგმანში დადასტურებული ტერმინი უარძანიგესი, ანუ უპატიოსნესი, მან არ დატოვა, ესე იგი არ უგულებელყო, ესეც დატოვა და ბერძნული ერთი ტერმინი ორი შესატყვისით გადმოსცა, უარძანიგეს და უპატიოსნეს. უპატიოსნესია ეს უარძანიგესი თუ ახალი ლექსიკური ერთეულით და მრავალ სხვა შემთხვევაში ჩვენ ამას ვერც ავნუსხავთ, ამიტომ რომ გიორგი მთაწმინდელთან ჩვეულებრივია ერთი ბერძნული სიტყვის 2, 3, ზოგჯერ 4 შესატყვისით გადმოტანაც კი, რომ მთელი ლექსიკური სიმდიდრე ქართული ენისა, მთელი ველი, დიაპაზონი
ლექსიკური განფენილობისა თელივე სისავსით წარმოჩნდეს მის თარგმანში ისეთი სიუხვე ამ უძვირფასესი ქართული, გაქართულებული, ქართულენოვანი სიტყვებისა. და ამას ხაზს იმიტომ უსვამთ, რომ ტერმინის სახისმეტყველება მან სხვაგვარი გრძნობით აღიქვა. ეს სიტყვა მისთვის იმდენად გამომსახველია, იმდენად მრავლისმეტყველია, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე აურაცხელი სხვადასხვა ბერძნული ტერმინის შესატყვისად იყენებს მას. იქნება ეს ჰიპოდეიგმა, რაც ჩვეულებრივ სახეს ნიშნავს, იქნება ეს პარადეიგმა, რაც პარადიგმას ასევე სახეს ნიშნავს, ტროპოს ცალკე აღებული, სიმბოლო თვითონ, თუნდაც პნევმატიკოს ლოგოს სულიერი სიტყვა ამის შესატყვისადაც მას შეიძლება ქართულად სახისმეტყველება ჰქონდეს მოხმობილი და მრავალი სხვა. შესაბამისად ამ ტერმის სახისმეტყველების ქართულ ტრადიციაში ნამდვილი დამამკვიდრებელი უეჭველად წმინდა გიორგი მთაწმინდელია. ხოლო ბიზანტიურ ტრადიციაში, როგორც ნახეთ, მისი შემომტანი უეჭველად იუსტინე მარტვილი ჩანს. მაგრამ როგორც იტყვიან, პირველსავე სიტყვასაზე და მოვიდეთ და დაუბრუნდეთ დემონთა შესახებ წმინდა იუსტინე მარტვილის სწავლებას, რაზეც ჩვენ წინა საუბარში შევჩერდით და ამჯერად ხაზს გავუსვამთ იმას, რომ იუსტინე მარტვილის მკვეთრი მითითებით დემონები მარადიულ ცეცხლში დაისჯებიან ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს. უკვე სამომავლო ხვედრი უკეთურებისა, უკეთური ძალებისა იუსტინე მარტვილთან ღვთისმეტყველურად განმარტებულია და გადმოცემულია. იგი აღნიშნავს, ჩვენს შორის ბოროტ დემონთა პირველ სათავედ გველი ითვლება, იგივე სატანა და ეშმაკი, რომელსაც მოელის ცეცხლში შთანთქმა მის ლეგიონთან და თანმხლებ ადამიანებთან ერთად, ადამიანებიც მკვეთრად ახასგასმული. მათი დაუსრულებელი და საუკუნო სასჯელის შესახებ წინ გვაუწყა ქრისტემ. იგულისხმება სახარებაში. წარვედით ცეცხლსამას საუკუნესა. აქ ძალიან საყურადღებოა, რომ იუსტინე მარტვილი ამ სასჯელის მიმართ, ესე იგი მეორედ მოსვლის შემდგომ უკეთურთა სასჯელის მიმართ იყენებს არამხოლოდ ტერმინს საუკუნო, ესე იგი საუკუნო სასჯელი, არამედ აგრეთვე მეორე ტერმინს დაუსრულებელი. ამით იუსტინე მარტვილი უკვე ამ პატრისტიკის დასაბამშივე, თეოლოგიური ხაზის დასაბამშივე მკვეთრად წარმოაჩენს მართლმადიდებლურ სწავლებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასჯელი არის მარადიული, ჯოხეთი არის მარადიული და რომ ის არასოდეს არ დაბოლოვდება. რატომ სჭირდება ტერმინს საუკუნოს ამგვარი გაძლიერება მეორე ტერმინით დაუსრულებელი? შესაძლოა ეს თვით იუსტინე მარტვილის დროს ამის საჭიროება არ ყოფილიყო, მაგრამ ყოველი ქრისტიანი მოღვაწე, დიდი ღვთისმეტყველი წინასწარმჭვრეტიცაა მოგეხსენებათ და როგორც ხშირ შემთხვევაში არის ამა თუ იმ მოღვაწეზე პირველ რიგში რა თქმა უნდა მოციქულებზე და შემდგომ მათ კვალს მიდევნებულ ეკლესიის მამებზე გვიანდელ მამათაგან თქმული, ჩვენ შეგვიძლია ასეთი ახსნაც მივცეთ, რომ იუსტინე მარტვილმა წინ განჭვრიტა სამომავლოდ აღმოცენებადი ერესი, სრულსავლება ჯოჯოხეთისეული ტანჯვის დაბოლოებისა და თვით ჯოჯოხეთის დროებითობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთელი სიმკვეთით ამ სრულსავლებას ასაბუთებდა ორიგენე და ორიგენე ასაბუთებდა, როგორც ეს საერთოდ ხდება მწვალებელთა შორის, საღვთო წერილის მრუდი განმარტების საფუძველზე. მას, რა თქმა უნდა, ეუბნებოდნენ, როგორ შეიძლება ჯოჯოხეთისეული ტანჯვა დაბოლოებადი იყოს, როდესაც მათ სხვარი პირდაპირ ამბობს წარვედით, ანუ წადით ცეცხლსამას საუკუნესა. პირდაპირ წერია, რომ ესაა საუკუნო ცეცხლი. აქ ორიგენემ ასეთი გამოსავალი მოძებნა. ის, რაც ქართულად ტერმინის საუკუნოა, ბერძნულში გახლავთ ასეთი ტერმინით გადმოცემული, აიონიოს. ქართული ტერმინით სავსებით იფარავს იმას, რასაც ბერძნული ტერმინი გულისხმობს, და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ქართულ ტერმინზე გავაგოთ, ასე ვთქვათ, ორიგენეს ჯელობა. ის ამბობს, საიდან მომდინარეობს ტერმინის საუკუნო? რა თქმა უნდა, ტერმინისგან საუკუნე. მაგრამ რა არის საუკუნე? ამბობს ორიგენე. საუკუნე არის გარკვეული დროით შემოსაზღვრული ხანგრძლივობა, ჟამიერი ხანგრძლივობა. ისე როგორც ბერძნული აიონ, ქართული საუკუნე, თუნდაც რუსული ვეკ, თვითონ ესე იგი არსებითი სახელები მართლაც გარკვეულ მონაკვეთს გულისხმობს ჟამისას და არა მარადიულობას, არა უსასრულობას. შეიძლება ეს ვეკ, ეს საუკუნე დღეს გამოკვეთილად 100 წელია, მაგრამ ძველად ეს ყოფილიყო 100 წელი, შეიძლება 1000 წელი. 1000 წელსაც საუკუნე ეწოდებოდა გარკვეული აზრით. ქართულ ენაში სხვათა შორის მეორე ტერმინიც არსებობდა ამგვარი მნიშვნელობისა, ეს გახლავთ ტერმინი დარი. დარი, რომელიც
ნიშნავდა გარკვეულ ციკლს წლებისას, ისე როგორც საუკუნე. ეს ციკლი შეიძლება ყოფილიყო 100 წელი, შეიძლება ყოფილიყო 1000 წელი. სხვათა შორის იონეს აბანეძე როდესაც წერს წმინდა აბუთფილელის მარტვილობაში, რომ ჩვენ მე-7 დარსა ზედა ვდგავართ, აქ მე-7 დარში იგულისხმება მე-7,000 წლეული. მას შეიძლება ითქვა ჩვენ რომელია ესე მე-7 საუკუნესა ზედა ვდგავართ, იმიტომ რომ საუკუნესაც ჰქონდა 1000 წლეულობის გაგება. მაგრამ ამ შემთხვევაში არ აქვს ამას განამწყვეტი მნიშვნელობა, საუკუნეში 1000 წელს იგულისხმებთ თუ 100 წელს. ორივე შემთხვევაში დაბოლოებადი ციკლი წლებისა მოიაზრება. და ორიგენეც ამბობდა, თუ საუკუნე გარკვეულ ციკლს ნიშნავს წლებისას, საუკუნოვანიც დაუსრულებელს და მარადილს კი არ ნიშნავს, არამედ გარკვეულ ციკლს წლებისაც, რომელიც დაბოლოვდება. მაშინ როცა საეკლესიო ტრადიციაში მართალია არსებითი სახელი საუკუნე, ბერძნულად აიონ, მართლაც დაბოლოებადი ციკლის აღნიშნული იყო, მაგრამ მისგან ნაწარმოების ზედსართავი საუკუნოვანი აიონიოს მარადილობის მნიშვნელობითაა ჩვეულებრივ. ისე როგორც რუსულშიც მკვეთრია ეს ხოვება, სხვა არის ვეკ, სხვა არის ვეჩნი. ვეჩნი უკვე მარადილს ნიშნავს. მაგრამ თუ ადამიანს ნახელოვნები და მზაკრულად თხზული მსჯელობის აგება სტადია და ორიგენე ცალკეულ შემთხვევაში ამის დიდოსტატი გახდათ, რა თქმა უნდა, მას შეიძლება ეს არგუმენტად გამოიყენებინა. მაგრამ რა უყოთ იმას, რომ თვითწმინდა იუსტინე მარტვილი ორიგენეზე უწინარეს, არა მხოლოდ საუკუნოს უწოდებს იმ ტანჯვას, არამედ აგრეთვე პირდაპირ დაუსრულებელს. დაუსრულებელი ხომ უეჭველად მარადიულია და მართლაც არასოდეს არ დამთავრდება. დასრულებადი არ შეიძლება ჩვენ დაუსრულებლად წარმოვაჩინოთ. ამიტომ გავუსვით ხაზი ამ სიტყვებს, ამითაა ეს სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ მათი დაუსრულებელი და საუკუნო სასჯელის შესახებ წინ და წინ გვაუწყა ქრისტემი უკეთურთა. უკეთურებში იგულისხმება პირველ რიგში დაცემული ანგელოზები და შემდგომ მათ მიდევნებული ადამიანები. ხოლო ამგვარი რამ, ესე იგი მათი საუკუნოვან სასჯელში ყოფნა, ხოლო ამგვარი რამ ახლავე იმიტომ არ იქმნება, განაგრძობს იუსტინე, რომ აყოვნებს ღმერთი ადამიანთა გამო, რადგანაც წინ და წინ უწყის, რომ ზოგიერთები უნდა ცხონდნენ სინანულის გზით, ხოლო ზოგიერთები ჯერ კიდევ უნდა იშვნენ. აქ უკვე ჩვენ ხედავთ თეოდიცეურ, ანუ ღვთისმართლსაჯულებითი ხედვით კაცობრიობის ისტორიის განჭვრეტას. ეს საკითხი ყოველთვის დასმულა, რატომ არ ხდება, რომ მაცხოვარი მოივლინება კვლავ და რატომ არ განიჭებიან უკვე მყისიერად უკეთურნი, ანუ რატომ გახანგრძლივდა დრო მაცხოვრის პირველი მოსვლიდან მეორედ მოსვლამდე, ეკლესიის მამებს, როგორც ხედავთ, თვით იუსტინე მარტვილის დროიდან ამ კითხვაზე პასუხი გაცემული აქვთ, კვლავ ადამიანთა გამო, კვლავ ადამიანთა ცხონებისათვის. უფლისმიერი მსჯავრი აყოვნებს, მაგრამ აყოვნებს არა იმიტომ, რომ უფარი არ არის შემძლე მსჯავრისა და დასჯის აღსრულებისა, რა თქმა უნდა, მყისიერად ძალუწეს ყოლის პრობელს, არამედ ადამიანთა გამო, რამდენადაც ისინი, რომლებიც ჯერაც ცოცხალნი არიან, შემძლენი არიან ამავე დროს იმისა, რომ მოინანიონ, ვინდრე ხორცში მყოფობენ სინანულის ჟამი აქვთ და აგრეთვე სამომავლოდ კვლავაც სხვებიც უნდა იშვნენ, რომლებიც ცხონებას ეზიარებიან. ასე რომ მეორედ მოსვლამდე იუსტინე მარტვილის მითითებით დემონებს კვლავ ძალუწთ აცთუნონ ადამიანები, მაგრამ მაცხოვარი აყოვნებს არა იმის გამო მეორედ მოსვლას, რომ დემონებს ცუნების შესაძლებლობა აქვთ, რაც შეიძლება მეტნი ცთუნდნენ, არამედ პირუკუ დემონებთან დაპირისპირებით კვლავაც მრავალნი გამოიცადონ ღვაწლში და მრავალნი ცხონდნენ. შემდეგში წმინდა გრიგოლ ნოსელი უფრო მეტყველ სახეს მოძებნის ამ მოძღვრების გამოსათქმელად, ის შემოიტანს სიმბოლოს ქვეწარმავლისას. ქვეწარმავალს, როდესაც თავი შეემუსრება, როდესაც მას თავი გაეჭეჭყება, მისი კუდი კიდევ უფრო მეტად ბორგავს. თუმცა ის არსობრივად უკვე მკვდარია, იმიტომ რომ სიცოცხლის ძალა და სიცოცხლის მომცემი ძალა შემოსრულია მასში. თავი შემოსრულია და ის მკვდარია. მაცხოვინებამ პირველმა მოვლინებამ თავი განუგმირა ბოროტებას, ბოროტების ბუნება განგმირა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოფით გამოვლენაში ის არ ბორგავს. პირიქით უფრო მეტად ბორგავს, როგორც უკვე კვდომით გამსჭვალული, მომაკვდინებელი ისრით გამსჭვალული ქვეწარმავალი, რომელიც მკვდარია თავით, რომლის თავი ანუ არსება ბუნება მკვდარია, მაგრამ რომლის კუდი კვლავაც ბორგავს და უფრო მეტად აგონიაშია იგი.
ამიტომ ამბობს იუსტინე მარტვილი, რომ მეორედ მოსვლამდე დემონები უფრო მეტად გულმოდგინეობენ, რომ დააბკოლონ ადამიანების ღვთისკენ მიქცევა, მათი იერარქია ერეტიკული სწავლებანი და სწავლებლები ქადაგებენ არა მამასა და ძეს, არამედ სხვა ღმერთს, სწორედ დემონთაგან ნასწავლებს. დემონებმა ანუ ეშმაკებმა დააბრმავეს ებრაელები და აღძრეს ისინი ლოგოსის, იესო ქრისტეს ჯვარზე საცმელად, მაგრამ რადგანაც უწყიან, რომ მაცხოვარმა მოწაფეები მოავლინა წარმართებთან, რომ მოექციათ ეს წარმართები, ისინი, ესე იგი ეს უკეთურნი და მათ დაქვემდებარებული ადამიანები, მაშინაც, შემდგომაც და დღესაც, შეგვიძლია ვთქვათ, მთელი ძალით წინაღუდგებიან ჭეშმარიტების გავრცელებას, თუმცა სახელი იესო ქრისტესით რგუნავს და იმორჩილებს მათ. აი ეს სწავლება ასე მეტყველად გადმოცემული გახლავთ იმავე ზემოხსენებული სიტყვისგების 30-ე თავში. ეს უკეთურება, რა თქმა უნდა, მჭიდროდ უკავშირდება დასაბამიერი ცოდვის საკითხს, ცოდვის დაძლევის საკითხს, ანუ ცოდვის დაძლევა გზა არის განხრთობისკენ. ეს ახალი თემა გახლავთ, ესე იგი სხვა თემა გახლავთ, რასაც შემდგომ საუბარში განვიხილავთ. გმადლობთ ყურადღებისათვის.